დიდება და მადლობა ღმერთს. ილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდი დღესასწაულია. საღვთო განგებულების, ზეცაში გადაწყვეტილი საქმის აღსრულებისა დასაწყისია. ეხარა ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს მუცლა დღეება. თან ანგელოზი ეუბნება, რომ ეს იქნება განსაცვიფრებელი ძე, რომელსაც ძე მაღლისა ეწოდება. ეს იქნება მისი სახელი. მაგრამ თვითონ ხარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ღვთისმშობლის ქცევა. მან თითქოს ეს დიდი ხანია უწყის, მაგრამ ეუბნება თავისი თავმდაბლობისა გამო, ეუბნება, რომ როგორ მე კი ესე უცხოა, არ ვიცი მამაკაცი. და როდესაც მოისმენს მთავარანგელოზისაგან უწყებას, მაშინ მორჩილებისა მაგალითს დებს. იყავ ნება ღვთისა და აქ არის ხევალი ღვთისა. აღსრულდეს მასზე, რაც განწესებული არის და ჩაფიქრებული არის. ყურადღება მისაქცევი არის ის, რომ საღვთო განგებულების გადაწყვეტილების მიუხედავად სიფრთხილეს იცავს ზეციური მხედრობა, ძალა. ეს დაფარულია და ბერმა არ იცის. დაფარულია, იმიტომ რომ ბოროტი ძალა ყოველთვის ეცდებოდა და მე ქრისტეშობის დღეს ნახეთ თუ იროდი როგორ მლიქნელობით ცდილობს მოატყუოს აღმოსავლეთიდან მოსული მოგვები და ეუბნება, როცა რომ თქვენ მიყვავთ და თაყვანს სცემთ, პატვის მიაგებთ. მოდით და მეც მითხარით, სად არის ეს არაჩვეულებრივი ყრმა, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცემ. მახარებელი ამბობს, რომ ის კი არა, რომ მართლა გულწრფელად გაუხარდა. შეშინდა, როცა გაიგო, რომ დაიბადა მეფე ურიათა და შეშინდა მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. და მაშინ მან გულში უკვე გადაწყვიტა, რომ მოეკლა ეს ყრმა, რომ თავისი ხორციელი წარმავალი მეფობა არ დაეკარგა. და ეუბნება, მეც რომ მივიდე და მეც რომ თაყვანი ვცე. ამ დროს კი გულში რისხანებითა და გაიძვერობითა და კაცისკვლით იყო მისი გული სავსე. მაგრამ ვიცით ჩვენ ეს სახარებიდან, რომ მას ეს არ მიეცა, იმიტომ რომ საღვთო განგებულებას საღვთო მადლი იცავდა. მოგვებს ეუწყათ ანგელოზთაგან, რომ იმ გზით არ წასულიყვნენ და არ ენახათ ეროდე მეფე. და მართლაც როცა რომ ნახა, რომ არ დაუჯერეს მას მოგვებმა აღმოსავლეთიდან მოსულმა, მაშინ განრისხდა და განზრუნებული მიდის და 14,000 ჩვილი მოსყვიდა. ღვთისმშობელმაც იცის, მაგრამ მაინც სიფრთხილეს იცავს და თავისი თავმდაბლობით კითხვას სვავს არა ორწმუნოებით, არამედ თავისი სარწმუნოებისათვის. კიცებულებას კი არ ეძებს, არამედ სიტყვა მისთვის ჰე და არა. და მაშინ თავისი მორჩილების მაგალითს დებს. იყოს ნება ღვთისა, აჰა მხევალი უფლისა. და აი ამ ხარების შემდეგ ორი დედა ერთმანეთს ხვდება. ზაქარიას მეუღლე იოანე ნათლისმცემლის დედა ელისაბედი და მარიამი ხვდებიან ერთმანეთს და ერთი მეორეს ახარებენ. მთავარანგელოზი ხარებისას ეუბნება, რომ სარწმუნო ჩემი სიტყვა იმით არის, რომ აი ელისაბედი 6 თვე უკვე ფეხზე მე არის. თან ასაკს არის უკვე გადასული. ისე დღეს ჩვენ გვმართებს, რასაც რო გავიგებთ, ყველაფერს კი არ უნდა ლაპარაკობდეთ, ყველაფერს კი არ უნდა უყვებოდეთ, ვინ შეგვხვდება პირველი. თუ საღვთო მადლით გვეუწყარა, მოვთხილებმა უნდა. სახარებაც ამბობს, ნუ ილაპარაკებთ წინასწარ,
თუ რას ფიქრობთ ან რა უნდა მოისმინოთ და გააკეთოთ. არამედ დაიმართეთ რატომ? უთქმელობა არის პირობა იმისა, რომ მოსმენილის ან თუ ნანახის განხორციელებისათვის, ასრულებისათვის უნდა ვილოცოთ ღვთის წინაშე. და ღვთის წინაშე ვინც თავდადრეკილი მორჩილებით დგას, მის ლოცვას შეისმენს უფალი. დღეს საკითხული სახარება საოცარი მოსასმენი იყო ჩვენთვის. მათი ამბობს, თან ჩვენ გვაფრთხილებს. ასეთი მზადყოფნა ყუდროებაში ღვთის წინაშე ლოცვითი დგომა გვმართებს ყოველთვის. ერთი რომ ღვთისთვის სათნო იყოს ჩვენი ცხოვრება და შეისმინოს ჩვენი ლოცვა და მეორე რომ არ დავრჩეთ იმ აღთქმული სასუფეველის გარეთ, რომელიც უფალმა აღვიქვა. და რომ როგორც სახარებაში წერია, სასუფეველი ცათა თუ იძულების და მან მიიტაცოს ვინც აიძულოს თავისი თავი, ესე იგი ამ საკუთარი თავის იძულებისთვის ყუდროებაში, სიმშვიდეში ლოცვა და ღვთის წინაშე სულიერი თვალით, ხედვით დგომა არის აუცილებელი. რადგანაც ის დღე, როცა დადგება, მაშინ უკვე გვიანი იქნება, როგორც აი იგავიდან ჩანს, ქალწულთა იგავი. 10 ქალწულზე როცა როყვება 5 ბრძენი და 5 უგუნური. და მანამდე კიდე გვაფრთხილებს ხოლო დღის ამისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოს და ცისათა გარნა მამამან ხოლომან. ვით არცა იგი დღეთა მას ნოესთა ეგრე იყოს მოსვლა იძისა კაცისაი. გახსოვთ თქვენ ნოეს რო ეუწყა რომ კიდობანი უნდა გაეკეთებინა, ეს გუშინ ეთქვა და დღეს კი არ გააკეთა კიდობანი, 100 წელზე მეტი კიდობანს აკეთებდა, ამზადებდა და მის გარშემო ვინც კი იყო ყველას ეოვნებოდა. შეინანეთ, იმიტომ რომ მოსული არის ეს დღე და ყველას ეოვნებოდა ღვთისმსწნელით ცხოვრებას. მაგრამ ყველა დასცინოდა და არც არავინ არ უჯერებდა. მანამ სანამ არ მოხდა წარღვნა, სანამ წყლით არ წარიხოცა ყველაფერი. და აი მაშინ გამზადებული ვინც იყო ნოეს დახმარებით, ყველანი კიდობანში შევიდნენ და გადარჩნენ. ღვთის განგებულება იყო ესეთი. ეკლესიის მამები ეკლესიას ადრიან ნოეს კიდობანს. ვინც ეკლესიის წიაღშია, ვინც ეკლესიის წელს იცავს, მოძღვართა ლოცვა-კურთხევით ცხოვრობენ და მორჩილებას აღასრულებენ, აი იმ კიდობნის მსგავსად გადარჩევიან. სადაც რომ ღვთის განგებულება ირწმუნა ნოემ, მართალმა ნოემ, ააშენა კიდობანი, მის გარდა არავინ არ დაიჯერა და საშინელი ხვედრი იწნიეს. შემდეგ ამბობს დღევანდელი სახარება. იღვიძებდით ყოველთვის, რამე თუ არ აიცით, რომელსაც ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს. ჩვენი მოლოდინი ცხოუფლისადმი არის. თუ უმარხულობთ, თუ ლოცულობთ, თუ ღვთის შეწევნით რაიმე კეთილ საქმეს, მოწყალების საქმეს ავასრულებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ჩვენი შეცოდებისა, საკუთარი ჩვენი ცხონებისათვის საქმე ჩაგვითვალოს ღმერთმა და მოგცეს მადლი, რომ მასთან ერთად ვიყოთ დაუსრულებლად. და გვაფრთხილებს, არ დაიზაროთ, არ დაგეძინოთ და ყოველთვის ფხიზლად იყავით, იმიტომ რომ არ იცით როდის მოვა უფალი თქვენი. და ყვება შემდეგ იგავს. სახლისა უფალი იყო, რომელსაც თავისი მსახურნი მონანი ჰყავდა და წასვლა გადაწყვიტა. და რომ აპირებდა წასვლას საქმე დაუბრა და სახარება ამბობს,
ნეტარი არის ის მონა, რომლისა უფალი მოვიდეს და იპოვოს იგი ისედად მოქმედი, როგორც მისმა ბატონმა დაუბარა. და არა ისე, როგორც რომ უგუნური მონა, რომელიც ფიქრობს, აგვიანებს ჩემი უფალი, ყოლნის უფალი ჩემი მოსვლად. დაიწყოს გვემათ, ანუ შეურაცხყოფათ მისი ახლომყოფი ადამიანების და ჭამდეს და სვამდეს მემთვალელთა და უწესო ადამიანებთან. აი მაშინ მოვიდეს სახლისა ბატონი უფალი და ნახოს ეს მონა თავისი დანაბარების სიტყვის საპირისპირო ცხოვრებით, მაშინ გავრაზდეს და დასაჯოს, გააგდოს იგი გარესკნელში. 10 ქალწული, რომელსაც ეუწყათ, რომ ზეთი უნდა მიეტანათ, როცა როსიზე მოვიდოდა. მათთან ერთად 5 უგუნური იყო. მათაც აიღეს ლაპარი და მივიდნენ. და დაყონება არის, ანუ დაიგვიანა სიძე. სიძე ვინ არის? უფალი. და დაეძინა ყველას. და ამ დროს იყო ხმა, რომ მოვიდა უფალი, სიძე. და ყველამ გაეღვიძა. ბრძენქალწულებს თავის ლამპრის გარდა ჰქონდათ ზეთი. ზეთი სახე არის სათნოებების, მოწყალების, ურისხველობის, ცოდვისა მორიდების, უარის თქმის საკუთარ თავზე. ხოლო მათ 5 უგუნურს არ ჰქონდა ეს ზეთი. და სთხოვეს მოგვეცით, გაგვინაწილეთ. მათ კი ურჩიეს წასულიყვნენ და ეყიდათ ეს ზეთი. და როცა წავიდნენ, დაიხურა კარები. და ვინც მზად იყო, ის შევიდა. და როცა შევიდნენ, მოვიდნენ კარებთან ეს ადამიანები და ებედრებიან, უფალო, განგვიღეთ ჩვენ. ხოლო პასუხი არის ძალიან სამწუხარო. განვეთ, რამე თუ არ გიცნობთ თქვენ. როგორ თქვენ შენ ხო გეხვეწებოდით, შენ სახელს ყოველთვის ვახსენებდით. ერთია რომ სიტყვით მხოლოდ და საქმით კი არაფერი. საქმისა ზეთი აღსრულებული კეთილი საქმეებისა მათ არ გააჩნდა და ამიტომ ისინი კარებს გარეთ, სიზის გარეშე დარჩნენ. ასევე გონიერ ადამიანზე არის, გაუყო ქონება და მისცა ვიღაცას 5 ოქრო, ვიღაცას 2, ვიღაცას 1, წავიდა და დაუბარა მათ თავისი საქმე. და როდესაც დაბრუნდა, დაუძახა ამ ადამიანებს და უთხრა, აბა ვინ რა მოიმუშაკეთ? 5 ოქროს პატრონმა უთხრა, შენ მოცემულ 5 ოქროს ნიჭს, სულისა წმინდისას, ან ხორციელს, მატერიალურს, ნიჭი, რა ვიცი, ბევრნაირია. კიდევ 5 შევძინე. ანუ საქმეში ჩავდე, ანუ გონება ავლესე. ბევრი ვისწავლე, ბევრი შევიმეცნე და მივხვდი ყველაზე უფრო მთავარს. ღვთის წინაშე მართლად ცხოვრებისათვის და დგომისათვის მისი მცნებების დაცვითა და მიდევნებით არის საჭირო ცხოვრება. მეორემაც უთხრა 2-2 შევძინე, ხოლო პირველი მოვიდა და ყვედრება დაუწყო. ვიცი შენ ესეთი ხასიათის ხარ, მოიმკი იქ სადაც არ დაგითესია. ამიტომ მე ავდექი და ეს შენი მოცემული ტალანტი მიწა მოთხარე და დავფალი შეგნით. და აი გიბრუნებ ისე ვერც. მაშინ გააბრაზდა უფალი და ეუბნება. მიუგო უფალმა მისმან და რქვა მას, oi ბოროტო მონაო და მედგარო, უწყობდი რამე თუ მოიმკი სადა არა დავთესი და შევიკრიბი სადა არა განმიბნევია. ჯერ იყო შენ და დადებათ ვეცლი ჩემი სავაჭროსა და მომცავეთ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ტალანტი ეგა და მიეცით მას, რომელსა აქვს 10 ტალანტი. რამე თუ ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს და რომელსა არა აქუნდეს,
და რომელიღა იგი აქუნდეს მოვეღოს მისგან. ანუ ხვედრი ჩვენიც ესეთია. ღვთითმოცემული უნარი ნიჭი თუ კი არ გავამდიდრეთ, ისიც წაგვერთმევა რაც რომ გვაქვს. დაჩლუნგდება ღვთითმოცემული მადლი, დაკარგავს უნარს, მოემუშაკოს სხვა და შეიძინოს სხვა მადლი და დარჩება მხოლოდ სარიელი. და მაშინ იქნება მისი წუხილი და ტირილი ძალიან მძიმე. ხოლო წინა თავის მონებს ესე უთხრა. კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნო. კეთილი, სახიერი და სარწმუნო. სახიერი რატო? იმიტომ რომ კეთილია. სარწმუნო რატო? იმიტომ რომ იმედიანად არის უფალი. ენდობა მას სიტყვის გაუტეხელია. ორგული არ არის, ერთგულია. მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევეც სიხარულსა უფლისა შენისასა. ისე არის ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე დგას და თავის ღვთითმოცემულ ნიჭსა და უნარს ამდიდრებს, გააბევრებს და იგი ღვთის წინაშე არის სანდო, ერთგული, სარწმუნო ადამიანი. შემდეგ აგრძელებს და ამბობს უფალი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ბევრ ადამიანს გონია, რომ სასופევლისა არჩევანი როგარ დავიცვლებით, მერე დადგება. არა, სანამ ცოცხლები ვართ, მანამდე ვირჩევთ ჩვენ საით გსურს რომ დავდგეთ. უფალთან თუ ბნელძალასთან. და ეს რანაირად უნდა იყოს. და ამ იგავით აიუნება. როდესაც მოვიდა უფალი დიდებით და მის წინაშე შეიკრიბა ყველა თითოეული ადამიანი, სული და დაიწყო გარჩევა. და დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანი მარცხენით. მაშინ რქვას მეუფემა მარჯვენით და მათ მისთა. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისან უნდა დაიმკვიდროთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად. რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, ცხოვროდა და მასვით მე უცხო ვიყავდა შემიწყნარეთ მე. შიშველ ვიყავდა შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავდა მომხედეთ მე, საპყრობილესა შინა ვიყავდა მოხედით ჩემდა. გაუკვირდათ მსმენელთ, როდის გნახეთ უფალო შენ ასეთი. მაშინ მიუგო მას მართალთა მათ და რქვა. ამინ გეტყვით თქვენ რაოდენი ვიყავთ ერთსა ამას, მცირე თაგასა ძმათა ჩემთვასა იგი მე მიყავთ. ვისაც რო შიოდა და მიეცით, ვისაც რო სხუროდა და დაალევიდეთ, ვისაც რო არ ქონდა შესამოსელი და ჩააცვით, ის გამიკეთეთ მე. ერთი წმინდა მამის ცხოვრება არის, იყო ძალიან მოწყალე. ყველაფერს რასაც კი ითქვათ, თავისი პატიოსანი შრომით შეუვლოდა, ყველაფერს გლახაკებს ურიგებდა. ბოლოს რო აღარაფერი აღარ დარჩა მისაცემი, ქუჩაში შეხვდა ერთი მთხოვნელი, რომელსაც არაფერი არ ეცვა. და აღარც არამას ჰქონდა არაფერი რომ მიეცა. თავისი შესამოსელი გაიხადა, შუაზე გახია. ერთი მას მისცა და მეორე თავად შეიმოსა. თან ციოდა გარეთ ძალიან, სამთარი იყო. დასინა ყველა ვინც კი გაიარა და ნახა. და როდესაც მივიდა თავის ესეთ მწირ სამყოფელში, ჩაეძინა და ნახა მაცხოვარი. მაცხოვარს ემოსა მისი ორად გახეული სამოსლისა ერთი ნაწილი. და ყველას ანგელოზებს ეუბნება, მან ყველაზე უფრო მეტი სიკეთე და ყველაზე უფრო ბრწყინვალედ შემმოსა მე. ხოლო სხვებს დანარჩენებს უთხრა, წარვედი ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მასსა უკუნესა.
რომელი გამზადებულა შეშმაკთათვის და ანგელოს და მისთათვის, მათთათვის. რამე თუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამედი. წყუროდა და არა მასვით მე. უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე. შიშველ ვიყავ და არა შემოსეთ მე. უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოყვედი ჩემდა. როდის გნახეთო მათაც მიუგონ. მაგრამ პასუხად უფლისა არის ესე. ამინ გეტყვით თქვენ რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას. მცირე თაგანსა მე არა მიყავთ. უფალი გვაფრთხილებს. თუკიო სახლის პატრონმა იცის როდის მოვა ქურდიო დადგება და იფხიზლებს რომ თავისი სახლის დაქცევა არ დაანებოს ყაჩაღებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით როდის მოვა უფალი, ამიტომაც ყოველთვის სიფხიზლეს გვეუბნება და ეს სიფხიზლე არის ლოცვა მარხვა, იმიტომ რომ სხვაგან ამბობს ეს მოდგმა არ გადარჩეს გარდა მარხვისა და ლოცვის გარეშე. ამის გარეშე ვერ ცხონდება ადამიანი, ამბობს უფალი. და თუკი ჩვენი სიფხიზლე ამაზე არის დამყარებული, მხოლოდ ლოცვა კი არა, აღსარებაში საკუთარი თავის კარგად დანახვა და საკუთარ ცოდვასთან შეურიგებელი ბრძოლა არის საჭირო. არასხვისა განკითხვა, როგორც ეფრემასური ამბობს, არამედ საკუთარი ცოდვისა განხილვა, ნახვა და მასთან ბრძოლა არის საჭირო. და რაჟამს დაასრულა ეს ყოველივე სიტყვა მოწაფეთა მიმართ. უთხრა, უწყით არამე თუ შემდგომა დორისა დღისა ვნება იყოს და ძეკაცისაი მიეცეს ჯვარცმად. უთხრა, ყოველივეს გეუნებით და 2 დღის მერე ჯვარცმა იქნება. ჩვენი ვალის გადასახდელად. მოციქულებმა არ იცოდნენ ეს და გაუკვირდათ კიდეც. მაგრამ უფალმა სიკვდილამდე სისთა დათხევამდე დაითმინა. ის რაც მას მამამ ზეცათამამ განუწესა. ჩვენ ყველაფერი ეს ისტორია ვიცით. ჩვენი ვალი რა არის? რაც რომ ვიცით, ყოველ ცოდნად არ დარჩეს. რადგანაც ხშირად უფალი გვეუბნება, მამებიც ამბობენ. ცხონდება არა ის, ვინც სჯული იცის, არამედ ცხონდება ის, ვინც სჯულიერად ცხოვრობს. მერცავთხოვთ, რომ დიდი დღესასწაული გვიახლოვდება. უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ და გადარჩენა რა არის? ჩვენი გონიერება. აკაურების ნათქვამს თუ გავიხსენებ, თუშები ესე ამბობა. გონთ ყოფნა და მერე ამენტებენ. გულთ გონთ ყოფნა. გულისმის ყოფით ყოფნა. გონიერება არ იქნება, თუკი გულისმის ყოფაც არ დაემატება მას. გონიერება იქნება მაშინ პრაგმატულობა. ხოლო გულთ ყოფნა, გულთ გონთ ყოფნა არის გულისმიერებით, მოსმენილის და შემეცნებით ცხოვრების წესად არჩეული ჩვენი ცხოვრების წესი. ამიტომაც ცხონდება ის, ვინც სჯულიერად ცხოვრობს და არა ის, ვინც იცის სჯული და არ ასრულებს. ცნება თუ ვიცით, მაშინ უკვე პასუხისგებლობა გვაქვს, როგორც უფალი ამბობს. სანამ არ მოვიდოდი მე, თქვენ ბრალი არ გქონდათ, იმიტომ რომ პავლე მოციქულიც კი ამბობს, როცა სავლე იყო, არ იცოდა მცნება და ამიტომაც იყო კაცის მკვლელი და მრისხანე. გაიგო მცნება და ამბობს, ეხლა გავხდი გონიერი. ისე უფალი გვეუბნება, მაგრამ რადგან მოვედი და უკვე ყველაფერი გითხარით, მაშინ ვეღარ გაიმართლებთ თავს, რომ არ ვიცოდით, ყველაფერი იცოდით. ხშირად ამბობენ ხოლმე, არ ცოდნა, არ ცოდვა. ეს შეიძლება პატარა ჩვილ ბავშვებზე ვთქვათ. ხოლო როდესაც ადამიანი უკვე დასრულია, თორსა მას უკვე დამოუკიდებლად წაკითხვა შეუძლია, თორსა მას უკვე არჩევანის უფლება თითმიცემული უკვე გონიერებით შეუძლია აირჩიოს და მან მაინც არ იცის, მაშინ მასთან
გამამართლებელი აღარაფერი აღარ იყო. და უფალიც ამბობს, ვინ ჩემი სიტყვა ისმენს და შემომიდგა მე, იგი ბნელსა შინა აღარ ვიდოდეს. ნათელი რადგან არის უფალი, მის გვერდით ყოფნა თითოეული ჩვენთაგანისთვის ნათელში ყოფნა არის. ერთმა ისურვოს. დიდი დღესასწაულის წინ ჩვენი სული და გონება განათლდეს ისე, რომ ყოველთვის ყველაფრისათვის მადლობთ ღმერთს, რომ სასუქებელი დავიმკვიდროთ უფალთან. ამინ. გილოცავთ დღესასწაულს. მეთქვა გადახარ ჩვენთან არის.